თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. ეს არის ხონის სათემო რადიო, პოდკასტის სტილში გვაქვს, სადაც უფრო გვექნება ვრცელი ინტერვიუ და ვრცელი ინტერვიუსის ერთ-ერთი რესპონდენტად შევარჩიეთ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ლადო ჯურხაძე. ბატონ ლადო, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით. მე აბსოლუტურად მესმის დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასია და მით უმეტეს ადამიანისათვის, ვინც მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს, ვიცით რომ უამრავი საქმეა, უამრავი პრობლემაა, უამრავი გადაწყვეტა და ყოველთვის გვინდა თქვენი მოპატიჟება გითხრათ მართალი, მაგრამ დაველოდეთ არჩევნების ჩატარებასაც, გილოცავთ პირველ რიგში არჩევნებში გამარჯვებას, ვისარგებლებთ შემთხვევით, ჩვენ ამ თემაზე არასდროს არ მქონია გადაცემა და ასე ვთქვათ, პოდკასტისთვის შემოვინახეთ თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ სათემო რადიოს იდეა ზოგადად, რასაც DVD International აკეთებს და თქვენ კარგად იცნობთ ამ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად სახელდებით ხშირად იმ 13 მუნიციპალიტეტში, სადაც ეს პროექტი ხორციელდება, იმიტომ რომ მე რასაც შემითვალეთ უყურებ, ჩართული ხართ აბსოლუტურად ყველა ამ პროცესებში, მეტი ლექციებსაც კი ეცრებით, ხანდახან როცა ამის საშუალება გაქვთ, რომელიც რა ვიცი, ნამდვილად ფუფუნებაა, როცა ქალაქის მერი გესწრება ლექციაზე, ხვდება ყველას და ყველა კურსდამთავრებულს თავად აჯილდოებ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონ ლადო, სათქმელი ნამდვილად ბევრი გექნებათ, კითხვაც ჩვენს ბევრი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, გითხარით, არათუ ჯერ არ გაკეთდა, ამაზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად. პირველ რიგში, რა არის მთავარი გამოწვევა თემისთვის, რაიონისთვის, მუნიციპალიტეტისთვის, ქალაქისთვის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის? მადლობა მოწვევისთვის, წარმატება მინდა ვუსურვო აღნიშნულ პროექტს, ნამდვილად მნიშვნელოვანია და მეც მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ ესეთი საქმიანობაც აუცილებელია, რომ ინფორმირებულობისთვის, თუნდაც ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის, თუ ჩვენ რა ხედვები გაგვაჩნია, რა გამოწვევებთან, რა დონეზე ვართ, როგორ პასუხობ ამ გამოწვევას, ასე რომ მეც ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლი ესეთი სახის ურთიერთობას და ინფორმირებულობას და ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ეს თქვენი რადიო, რომელსაც წარმატებას ვუსურვებთ კიდევ ერთხელ ხაზგასმულობა და ბევრ წარმატებულ სტუმარს გისურვებთ. ეხლა რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას, საკმაოდ ზოგადი არის და მრავლის მომცველი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, ძალიან ბევრი გამოწვევას გაეცა პასუხი, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა და ყველა გამოწვევაზე ჯერ ის რეაგირებები, რომ საბოლოოდ იქნას აღმოწურული, ესეთი რეაგირებები ჯერჯერობით არ არის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელზედაც ეხა ეს ხანგრძლივი პერიოდის გამოწვევა, ეს არის ჩვენი რაც ეხლა ნამდვილად აქტუალურია ჩვენს მუნიციპალიტეტში, ეს არის ჩვენი ზედა ტურისტულ ზონაში, ზედა სოფლებში გაზიფიცირების საკითხი, რომელიც წლების გამოწვევად შეიძლება უკვე ჩავთვალოთ, თუმცა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად წონებულის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობთ და უკვე გარკვეული წინსვლები აღნიშნულ საკითხთან გვაქვს და 2026 წელი აღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი და უკვე დაიძრება აღნიშნული პრობლემის მოგვარება და საბოლოოდ გაზიფიცირდება ჩვენი ზედა ტურისტული ზონა. ეს მაღალმთიან სოფლებში არის, ეს არის გორდი, კინჩხა, სუხჩე, ძეძილეთი, ახალბედისეული, აი ეს ტურისტული ზონა, რომელიც აი მთის რეგიონი ჩვენი რაც არის, დანარჩენ მუნიციპალიტეტი სრულად გაზიფიცირებულია და აი ამ სოფლების გაზიფიცირება არის დარჩენილი და ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც ნამდვილად
მაწუხებს და ეს გაზიფიცირება მარტო ტურიზმისთვის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხის მოჭრას შეამცირებს, უკანონო ჭრას შეამცირებს, ბევრ პრობლემასთან მივყავართ. ეს უკვე შეიძლება დღეს არ ჩაითვალოს ფუფუნებად, ეს უკვე აუცილებლობა ნამდვილად. long-term რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით რო განვითარდეს, როგორც ცალკე აღებული ოჯახი, ასევე რა თქმა უნდა, ცილისაშუალო ბიზნესი ამ ჩვენ ტურისტულ ზონაში. ესევე მინდა ერთ-ერთ გამოწვევად დავასახელო წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში დღესაც ეხლა ამ ეტაპზე ქალაქის ტერიტორია არის გრაფიკის რეჟიმში გადაყვანილი. ეს გამოიწვია, მან რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წყლის დონე საკმაოდ დაწეულია. აი ამის შენიშვნა, ამის დანახვა და ამის გაანალიზება უკვე თითოეულ მოსახლესაც შესაძლებელია, იმიტომ რომ იცით რომ ეხლა სოფლად ყოფი და არა მარტო სოფლად ყოფი ოჯახებს ძირითადად ჭები გააჩნია და აი ჭაშიც კი დაწეული არის წყლის დონე. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით არა და ხონის წყალი ითვლება საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო არა მარტო წყალი. კი, არის და ნახეთ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე მჭიდროდ თანამშრომლობთ წყალმომარაგების კომპანიასთან, რომელთანაც ერთად სხვა ჩვენს გუშინ იყვნენ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, მე ჩემდა სამწუხაროდ ვერ დავესწარი ამ შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციაში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იყო საკმაოდ დათბილი და იქ ადგილზევე მოხდა მონიტორინგი თუ სად როგორ და რა ვადებში მოხდება აღნიშნული პრობლემის გადაჭრა. ეს დაგეგმილი სამუშაო, რომელიც ეხლა ხორციელდება წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ვადას ეხლა მე ჩემს სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ჩვენი გამოცხადებული ტენდერი არ არის. მაგრამ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ამ წყლის კომპანიასთან და ეს სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა იმის მყარად გაცხადების საშუალება დღევანდელ დღეს სვენელის წინაშე, რომ აი ეს წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემა, რომელიც მეჩხერულ პერიოდში წყლის დონის დაწევასთან დაკავშირებით იყო და გრაფიკზე ვიყავით ქალაქი გადასული, აი ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უკვე აღმოიფრება და უკვე 29-იან წყლის მომარაგების პრობლემა უკვე სათავე ნაგებობის დამატებითი სამუშაოების შესრულების შედეგად, დამატებითი ჭების გაჩენის შედეგად უკვე ეს პრობლემაც აღმოიფრება და ესეთ პერიოდებში ჩვენ უკვე წყლის ნაკლებობა, წყლის მიწოდების ნაკლებობა უკვე აღარ გვექნება და უკვე 24 საათიან რეჟიმში ნებისმიერ წლის განმავლობაში, პერიოდის განმავლობაში უკვე უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი მიწოდება. აი ამას გარდა, რა თქმა უნდა, კიდევ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურა, ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად კიდევ ისევ და ისევ სოფლებში თუ ქალაქში. ნახეთ უკვე გარკვეული ლოკაციები უკვე ქალაქის ტერიტორიაზეც მოითხოვს უკვე ასფალტირებულის ხელახლა განახლებას, იმიტომ რომ თავის ასფალტს თავისი მოქმედების პერიოდი გააჩნია, ვადა გააჩნია, შესაბამისად ზოგი არის 2011 წელს, ზოგი 2012 წელს და აი ამ პერიოდებში დაგებული, შესაბამისად იმასაც უკვე ყურადღების მიქცევა ჭირდება და მინდა გითხრათ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით ტემპი არასდროს არ დაცემულა. სოფლებში მინახავს აი ბეტონის გზები ძალიან ბევრი. კი, ძალიან აი ნახეთ ახ პროცენტულად რო ავიღოთ ახლა ჩვენ ხო? ეხლა წლევანდელი გაისად განსახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განსაზღვრული არის და უკვე იანვარში უკვე ტენდერზე დაიდება და გაზაფხულზე უკვე სამუშაოები დაიწყება. აი ამიდან გამომდინარე, აი ეს უკვე განსახორციელებლებს რო თავი დავანებოთ ძირითადად დაახლოებით აი შიდა საუბნო გზებზე არის საუბარი, შიდა საუბნო გზების დაახლოებით 85% უკვე განახლებული იქნება და დარჩენილი რა თქმა უნდა დარჩენილი ნაწილს სადაც ჯერ კიდევ ვერ მივედით, კი ხაზმის და გაუსვა რომ ვერ მივედით. ხო, იმ ტემპის მიუხედავად ჯერ კიდევ მაინც ვერ მივედით, რომ ძალიან ბევრი ისეთ ადგილზე განახორციელებს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, სადაც ადრე საერთოდ არ იყო
კეთილმოწყობილი საგზავნო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ამ ტემპით ჩვენ კიდე დაახლოებით ალბათ 3 წელი სრულად ამოწურვას და შემდეგ უკვე ალბათ განახლებადი რეჟიმში გადავა და უკვე იქ სადაც უკვე შეცვლა იქნება საჭირო, უკვე ისეთ პროექტებზე გადავა და გაცილებით სხვა მიმართულებით, სხვა აქტუალურ პრობლემების მოგვარებაზე გადავა მუნიციპალიტეტი. ასევე ძალიან დიდ გამოწვევად რჩება ბაღების რეაბილიტაციის პროექტები, რამდენიმე ესეთი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე მდგომი ბაღები ინფრასტრუქტურა გვაქვს სოფლად, იმიტომ ქალაქის ტერიტორიაზე ყველა ბაღი უკვე რეაბილიტირებულია. კონტინგენტი რამდენად არის ამ ბაღებში? კონტინგენტიც არის, რა თქმა უნდა, და კონტინგენტი არის. მინდა გითხრათ, რომ აი გორჩი იქ სადაც ბაღი არის, იქ რომ 5-ზე და 6 ბავშვზე იყოს, ესეთი ის არც ასეთ არა გვაქვს რა. დაახლოებით 20 ბაღი გვაქვს დღევანდელ დღეს და ამ 20 ბაღიდან ეხა ერთ-ერთი ჩვენ მასოფელ მათხოვში სრულად ახალი შენობა დავასრულებთ სექტემბრის თვეში, რომელიც 75 ბავშვი არის გათვლილი, სადაც ისევ ვფიქრობთ, რომ სოფლად პირველი პრეცედენტი იქნება, სადაც ბაღის ჯგუფის დაშვებას განვახორციელებთ. ნუ ეს ერთ-ერთი გამოწვევა რჩება, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აღნიშნული გრაფიკიც შეთანხმებულია და პირველი ყურადღება მიექცევა იმ ბაღის ინფრასტრუქტურას, რომელიც ყველაზე დიდ გამოწვევის წინაშე დგება. ასევე სასკოლო ინფრასტრუქტურას, იმიტომ რომ ახალგაზრდები და ის ჩვენ მომავალი თაობა, ეს არის ის საზრუნავი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. და სკოლები მილენიუმის პროგრამაში არ იყო ჩართული რომელიმე? გარკვეული სკოლები იყო სხვადასხვა პროგრამებში ადრე ჩასული, თუმცა ეხა უკვე განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს უკვე გადააღებული ვალდებულებად, რომელიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი. შესაბამისად, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება ყველა იმ სკოლის განახლება ან ახლის აშენება, რომელიც მოითხოვს აღნიშნულ კუთხით გამოწვევასთან დაკავშირებით გამოწვევის პასუხის გაცემას. ასევე ერთ-ერთი კიდე შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს იმდენად დიდი გამოწვევა არის, თუმცა ჩემთვის ეს ერთ-ერთი გამოწვევა შეიძლება ჩაითვალოს მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა, რომელსაც მინდა გითხრათ, რომ დაწყებული 2017 წლიდან, როცა პირველად მით უმეტეს რაღაც ეხა ხონის შემოსასვლელთან, გუბისწყალთან ეს არ არის ხონის მოსახლეობის ჩადენილი, მაგრამ იგივე ქუთაისის მოსახლეობის რაღაც ნაწილი ცოდავს და ბევრი რომ ლამის იმათ აქციეს. ნახეთ, ხო ეს ლოკალური ადგილები არის შერჩეული, სადაც ეხა სიმართლე რო ვთქვა და რამდენიმე დამცველი თავის ინიციატივით მიდიან ამ რეალობას, რაც არის, რომ ძალიან ბევრს ჩვენ მოქალაქეებიც არაპასუხისმგებლობიდან გამომდინარე და ესეთი დამოკიდებულობიდან გამომდინარე ვაწყდებით აი ამ პრობლემას. თორე თქვენ იცით რომ აი დაწყებული მე იმის გამინდოდა რომ 2017 წლიდან არც ერთი პლატფორმა არ გამომიტოვებია, ეს იქნებოდა გუბერნიის დონეზე, ეს იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე თუ სხვა იმ ფონდებთან მიმართებაში, რომელსაც შეეძლო აღნიშნულ პრობლემაზე გარკვეული თანხები იყო და არც ერთი პლატფორმა არ მაქვს დატოვებული, რომ ეს ამ საკითხზე ბევრია მიუსაფარი ძაღლი ახლა ხო თვითონ ბევრია, ნახეთ ახლა ეს აღრიცხვიანობა უკვე ასე თუ ისე კი წესრიგდება, თუმცა ეს არ არის ის გამოწვევა, რომელზედაც აი იცი რა, ეხლა მე დღეს ამ ჩაწერას მოვჩები და ხვალ გავალ და იმას არა. აი ამას სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში სწორი ნაბიჯებით გადაადგილება ამ პრობლემის. ისე თუ ხდება დაუშვათ ან აცრა, კასტრირება, ხო ზოგადად ექცევა ყურა. მუნიციპალურ დონეზეც გაგვაჩნია ჩვენ და გარკვეული ის პროცედურების ჩატარება, რა თქმა უნდა, ეს მიმდინარეობს. ეხლა უკვე დაახლოებით 2 წელია უკვე ცენტრალურ ხელისუფლებასაც უკვე სხვა მიდგომა გააჩნია და ცენტრალურ ხელისუფლების ამ მიდგომიდან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ეს აღმოიფრება.
ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, თუმცა იმ გრძელვადიან პერსპექტივაში რაც ჩადებული არის კონცეფციაში, რისკენაც მივდივართ სახელმწიფო, ეს აუცილებლად აღმოიფრება, ოღონდ კიდევ ისევ და ისევ აქ თუ უშუალო ის ბენეფიციარად მე ჩავთვლი მოქალაქეს, ხო? იმ მოქალაქეს თუ ჩვენი მოქალაქე არ მოეკიდა პასუხისმგებლობა, თუ არ გინდა და არ აგაკ თავი იმისი რო შენ მაგალითად ძაღლი სამწუხაროდ ეს აგებული გასართობად ბავშვისთვის გაიზრდება და მე უნდა გადაგეგდო. ახლა უნდა გავიზარდოს ამის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად მე არის გარკვეული მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებსაც ეს ეწოდებათ, შემდეგ ისინი ლოკაციებს ქმნიან, სადაც ამ ლოკაციაზე შემდეგ კონცენტრაცია ხდება ესეთი იუსაფარ ცხოველთა, ესეც არ არის ჯანსაღი, მესმის გამომდინარე იქიდან რომ იმათ ეწოდებიან, ესეც არ არის, თუმცა სხვა გზა ამ ეტაპზე არ არის და როცა განმავლობაში მე დარწმუნებული ვარ ამ პრობლემას უკვე აი იმ კონცეფციიდან გამომდინარე რა ცენტრალურ ხელისუფლებას მიდგომა გააჩნია, ამ მიდგომიდან გამომდინარე ჩვენ ამ პრობლემასაც გავუმკლავდებით დარწმუნებული ვარ. კიდე არის რა თქმა უნდა ბევრი ისეთი აი მაგალითად აი კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე საკმაოდ პრობლემატური გახდა სტიქიური მოვლენებთან ბრძოლა. ადრე ხა წვიმაც ნორმალური იყო ესე რომ ვთქვა. ეხლა აი ამ კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც პერიოდი დღესაც ჩვენ ვაწყდებით იმას, იცით თქვენ რა ხდება ეხლა ბაღდადის ტყეში, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე არის ცეცხლი, ხანძარი არის. და ეხლა სამაშველო სამსახურები ჩართულები არიან, რათა ეს ლოკალიზება მომახდინონ. არა, მე უცებ ხარაგაული გავიფიქრე, მეწყერული პროცესები რამდენად. ხო, თუმცა ესეც არის, ხო, მეწყერული პროცესებიც აქედან გამომდინარე არის, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი შეიძლება საერთოდ არ მოვიდეს ნალექი და თუ მოვიდა, ძალიან დიდი ნალექი მოდის, ერთბაშად მოდის ძალიან დიდი ნალექი. რასაც დღევანდელი რეალობიდან ჩვენ რასაც წავაწყდით ჩვენს ხონის მუნიციპალიტეტში, არის ის, რომ დაახლოებით 2-3 წლის წინ, 4 წლის წინ, როცა დაიწყო ასეთი სტიქიური მოვლენების სიხშირე გაიზარდა, ჩვენ მას შემდეგ დავიწყეთ და უკვე 2 წელი ესე ამ პროგრამას ვახორციელებთ იმ არსებული სანიაღო და სამელიორაციო არხების ზოგის აღდგენა, ზოგის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში კიდე ახალი არხების შემატება განვახორციელებთ, რათა წყლის ნაკადის მართვა შეგვძლებოდა, იმიტომ რომ ის არსებული, რომელსაც არსებული სამელიორაციო და სანაეღური არხები, რომლებიც არსებობდა, ზოგი ძალიან 20-30 წლის განმავლობაში იყო გაუწმენდავი, აღდგენილი არ იყო, შესაბამისად ეს მოითხოვდა რეაგირებას, შესაბამისად ჩვენ 2 წლის წინ დავიწყეთ ეს პროექტი, სტიქის პრევენციის ფონდიდან ჩვენ გამოვითხოვეთ პირველ ეტაპზე 300.000, მეორე წელსაც 300.000 ლარი და შესაბამისად უკვე გარკვეულ შედეგამდე მივედით. თუმცა მაინც რჩება გარკვეული მონაკვეთები, რომ აი მინიმუმამდე რა თქმა უნდა სტიქეს ჩვენ ბოლომდე ვერ შევეძლოთ, მაგრამ ის პრევენციული სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელიც ჩავატარეთ, ჩვენ შევძელით უკვე გარკვეულ ეტაპამდე შეიძლება ითქვას, რომ პროცენტული მაჩვენებელი ზარალის მიყენებისა საკმაოდ დაბალზე დავიყვანეთ, თუმცა ცენტრალური ბიუჯეტი თქვენ ერთება. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, იმიტომ რომ ჩვენ დასაბუთების საფუძველზე შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტი სტიქიის პრევენციისთვის გვიყობს ესეთ თანხებს და აი ეგ მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა სამელიორაციო კომპანიის ჩართულობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, რომელებიც საკმაოდ გვერდში დაგვიდგნენ და მათთან ერთად მათი პროფესიონალების რჩევებით, ინჟინერული გადაწყვეტილებებით ჩვენ რაღაც იმ სამუშაოებიდან გამომდინარე ძალიან საკმაოდ დიდი პროცენტიდან დაბალ პროცენტზე დავიყვანეთ სავარაუდო ზიანის შესაძლებლობა, რაც სტიქურ ესეთ წყალმოვარდნებს შეუძლია გამოიწვიოს ჩვენს მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მოხდა ჩვენ მოქალაქეების, ქალაქის ტერიტორიაზე და სოფელ ცხოვრების მოქალაქეების საკამი დამონაკვეთების დატყობა და მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მათ უხადო ჩვენ მოქალაქეებს
იმ თანადგომისთვის და იმ გაგებრისთვის, რათა მათმა გაიგეს თუ ეს ერთბაშად რო ვერ ხერხდებოდა და ჩვენ უკვე თვითონ მოსახლეობასთან დღეს როცა ხვდები და ვესაუბრები, უკვე შედეგს ისინი ხედავენ, რომ რა თქმა უნდა, სამუშაოებმა, თუმცა ეს პროცესები ისევ და ისევ კიდე წინ არის სასასვლელი და ერთი კიდე რომელზედაც მე აქტიურად ვარ ჩართული, ეს არის ჩვენს მუნიციპალიტეტში უმუშევრობის დონის შემცირება. ამ უმუშევრობის დონის შემცირებასაც ჩვენ გავდივართ იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ სხვადასხვა მსხვილი ინვესტორის შემოყვანა, შეიძლება ეს უშუალოდ მერის და მუნიციპალიტეტის ფუნქციაში თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე. არა, მე მინდოდა მეკითხა თქვენთვის ამ დასაქმების შესახებ, იმიტომ რომ დასაქმება პრობლემების გამოკითხულთა 80% ქუჩაშიც რო გააჩერო, ხონში კი არა, ქვეყანაში. და ყველგან ახლა იდენტურია მაინც ეს ყველა პრობლემები ქვეყანაში. დასაქმებაზე ძალიან ბევრი ჩივი, ძალიან ბევრი ითხოვს, რომ მივცემდეს ახლა ძალიან რთულია, როცა აქ ვერ საკდება და მე გადინება ხდება ეს რაიონიდან, რაისიდანაც იმერეთიდან, თბილისიდან გარბის ხალხი ხო სიტყვაზე, როცა სამსახურს ვერ ნახულობს და ამ კუთხით თქვენ როგორ ამაგრებთ ხალხს? 2017 წელს მე როცა მოვედი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ რამოდენიმე ერთი ფლაგმანი კომპანია იყო, აი თხილის გადამამუშავებელი კომპანია იყო, კერძო სექტორიდან გამომდინარე, თორემ მეტი ისეთი მსხვილი კომპანია მე იმ პერიოდში არ მოხსენდება. შესაბამისად დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენ გარკვეული სექტორების მიხედვით ეს იქნებოდა გადამამუშავებელი მრეწველობა, თუ ეს იქნებოდა სხვა მრეწველობა, აი ამ კუთხით ხელი შეგვეწყო არა თუ დაინტერესებული, არამედ პირიქით დაინტერესებული პირები მოგვეზიდა მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც აი მე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი წარმატებულად შემიძლია ჩავთვალოთ, ეს არის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულებული არის. ახეთ ცენტრალური ხელისუფლება ერთი მხრივ დანერგემომავალი, აწარმოო საქართველო, ხო პატარ-პატარა მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე აძლევს იმ საშუალებას, რომ გარკვეული პროდუქტი, გარკვეული ბევრი რაღაცა გაჩნდა უკვე, ხო? აი გარკვეული პროდუქტი მოიყვანოთ, ხო? ამით პატარა მებს აძლევს დაინტერესებულ პირებს, ფერმერებს და ფიზიკურ პირებს აძლევს სახელმწიფო საშუალებას, რომ ისინი ფეხზე წამოდგნენ და გარკვეული შემოსავალი მიიღონ. მაგრამ აი ესეთი მეწარმეები, მცირე მეწარმეები, რომლებიც გადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანაზე იყვნენ ორიენტირებული, აწყდებოდნენ რეალიზაციის პრობლემას. შესაბამისად, აი იდეაც იყო ეს, რომ ჩვენ ამათვის ერთი რო სტიმულის მიცემის, მეორე რო რეალიზაციის საკითხი გადაგვეჭრა მათთვის ადგილობრივად, იდეა იყო ის, რომ გადამამუშავებელი მრეწველობა განვითარებულიყო. ახლა ხონში ვერ განავითარებდი, რა თქმა უნდა, რამოდენიმეს, ამიტომ შევთავაზეთ, გარკვეული კვლევებიც იქნა გაკეთებული და შევთავაზეთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აი ამ სფეროთ იყვნენ დაინტერესებული და ესეთიც აღმოჩნდა ბატონი პეტრე გალობლიშვილს, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადაუხადო ამ გადაწყვეტილებისათვის და დღეს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ესე რომ ვთქვათ, მაღალი ტექნოლოგიებით რასმი ჩაიბარებს ამ ყველანაირი სოფლის მეურნეობის ყველანაირი ბოსნეულსაც ხილს ყველანაირს და ეს უკვე შეიქმნა ისე რომ საბოლოოდ უკვე კერძო სექტორმა უკვე თავის მხრივ რომ გათვლები გააკეთა, ეს უკვე შეიქმნა არა მარტო ხონის და დასავლეთ საქართველოს, არამედ უკვე საქართველოს მასშტაბის ქარხანა არის, რომელიც სრულად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და ასევე მინდა ხაზი გაუშვო. მაგრამ საკმარისი იქნება მე ხონში მოწეული თუ სხვა იმენაც არა ხონზე არის, აი ამას უკვე ჩართულია მარტვილის მუნიციპალიტეტი, ლოკაციიდან გამომდინარე ეს უკვე გათვლები განხორციელებული. ბავშვთა კვების ხაზიც გააჩნია ამ გადამამუშავებელს. ეს დასასრულს უახლოვდება? ეს უკვე გაზაფხულზე უკვე მიიღებს, ანუ შეხედეთ ეხლა ამ პროექტიდან გამომდინარე ჩვენ რა შევძლებთ? ჩვენ შევძლებთ ის რომ მივიღებთ დაახლოებით 75 მუდმივ დასაქმებულ პიროვნებას ადგილზე და მიმული იქნება ყველა ფერმერი. ირიბად ამ პროექტზე მიმული იქნება ძალიან ბევრი სოფლის მეურნეობის წარმოებლების ძალიან დიდი საქმეა ნამდვილად. ეს არ არის მხოლოდ ის რომ 75 კაცი იქნება იქ დასაქმებული. ეს იქნება ის რომ ერთის მხრივ
აი ამ ხალხს უკვე შესაძლებლობა მიეცემათ, რომ რეალიზაციის პრობლემა მოეხსნებათ და გადამყიდველებს რგოლი მათ ამოუვარდება და რეალურად შრომაში მყოფი ადამიანი პირდაპირ შემოსავალს მიიღებს ყოველგვარი დამატებითი რგოლის გარეშე. და ესეთი ადამიანები დაახლოებით იქნება მარტო ხონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რომ ვისაუბროთ, ხო, დაახლოებით იქნება ალბათ 100-150 ფერმერი სავარაუდოდ, რომლებიც ამ კუთხით იქნება და პლუს ამას რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ესეთი ხალხის გაჩენის შემდეგ უნდობლობის ფაქტორიც იყო, რომ აი ესე კვირდებიან, ეს უკვე შესრულებული თემაა. ამის შემდეგ კიდევ ვიღაცას დამატებით გაუჩნდება სული, რომ გამოიყენოს ცენტრალური ხელისუფლების ის დანერგემომავალი, რათა მან დამატებით შემოსავალი მიიღოს კიდე. აი ეს იყო ერთი გლობალური მუნიციპალიტეტის ჭრილში რო ავიღოთ, ეს ამ პრობლემის გადაჭრა. შესაბამისად, ეს უკვე წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია რომ ნამდვილად. ასევე სხვა მიმართულებით თქვენ იცით, რომ ჩვენ ჰოლანდიური ინვესტიცია შემოვიტანეთ მუნიციპალიტეტში, ეს არის აი აკვაკულტურის წარმოებაში ხონის მუნიციპალიტეტი საერთოდ ანუ აკვაკულტურის ბიზნეს რუკაზე წარმოდგენილი არ იყო. დღეს არ რაც გულისხმობს უფრო ეს გეტყვით რასაც გულისხმობს, ანუ ნახეთ აკვაკულტურის ან თევზის მრეწველობის ბიზნეს რუკაზე ხომ საერთოდ მონიშნული არ იყო, იმიტომ რომ ეს სფერო ახალი იყო ჩვენ სამრეწველო კუთხით ვამბობთ, რა ისე პატარა ბასეინები და რაღაცა შეიძლება ბევრს გქონდა. და ჩვენ სახელმწიფოს თანადგომით ამ კერძო ინვესტიციის განხორციელებისათვის ჩვენ განვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ დიდ ღობუნაში, შესაბამისად აი ამ ჩვენი დაახლოებით 700.000-იანი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობით დაახლოებით 4 მილიონიანი ინვესტიცია შემოიტანა და გაჩნდა ახალი კერა, ახალი მიმართულება, რომელიც საქართველოს მასშტაბით არის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური წყალსაცავების მოწყობას გულისხმობს? ეგ არის არა, როგორც საკალმა ხედა ისო. ლიფსიტების წარმოება, ოღონდ რეზისტენტული დაავადებებისადმი რეზისტენტული ლიფსიტების წარმოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი გამოყვანა მოხდება. გამოყვანა და ეს უკვე ფუნქციონირებს, ეს საწარმო უკვე ფუნქციონირებს და რაც ყველაზე მთავარი არის, ნახეთ, აი ამ ახალი ბიზნეს სუბიექტის შემოყვანა, სფეროს შემოყვანა ხონის მუნიციპალიტეტში უცხოელი ექსპერტების შემოყვანა გააჩინა კერა, სადაც ღევანდელი აი ევროპის მასშტაბით თუ რაიმე ნოუ-ჰაუ ინოვაცია ხორციელდება, ამ ინოვაციების გაცდომა საქართველოს აკვაკულტურის ბიზნესში დასაქმებული სუბიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების განხორციელება ხდება სოფელ დიდ ღობუნაში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მანამდე სრულად მიძინებული სოფელი იყო. ძალიან საინტერესოა ბატონო ლადო ეს ყველაფერი და ამ კუთხით რამდენად არის ჩართული ფერმერების მოთხოვნა გათვალისწინებული თუ ეს აი მე კვლევის მიხედვით ხდება თუ აი ესე თავისით ვითარდება ეს ყველაფერი თუ ამას რაღაცნაირად ხელს უწყობს დაუშვათ ხელისუფლებაც რომ მორგებული იყოს ზუსტად რა ჭირდება ამ წუთში ხონს. არა, ნახეთ ახლა აი ამას ცენტრალური ხელისუფლება თავისი საგრანტო პროგრამებით, აი დანერგემომავლის პროგრამების დაფინანსებით შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ გრადობა ხო ექნება, მე ხო ნერვიულობ, ხო როგორც მოქალაქე. ანუ იგივე იმ ქარხანას, იგივე გადამოშვებას ხო ექნება საქმე. გრადობისთვის იყო ეს რეალურად ანუ ხო შესწავლილი ეს ბაზარი მანამდე. გრადობისთვის ერთ-ერთი მდგენელი იყო, რომ გრადობა ქონებოდა ჩვენს მოქალაქეებმა და ჩვენ აქვე გაუჩინეთ უკვე იმის ისე მე რომ მოვიყვან, სად წავიღო, აი ეს შეკითხვა გადაუჭერით და ჩვენ შევძლებთ რომ ამ ინვესტიციით ეს პროექტი განხორციელდება. ამას გარდა ჩვენს მიერ მოხდა ახალი მიმართულებების კვლევა მუნიციპალიტეტში, თუ რა ახალი მიმართულებების საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია. ერთ-ერთი დღეს ყველამ ვიცით, რომ განახლებადი ენერგია არის ის მიმართულება, რომელიც მთელი მსოფლიო არის დაინტერესებული. შესაბამისად, ჩვენს მიერ მოხდა კვლევა ქარის, მცირე ჰესების და მზის ენერგიის პოტენციალის შეფასება, თუკი რამდენად შესაძლებელია ჩვენთან ეს მიმართულება განვითარდეს და ახეთ საკმაოდ კარგი შედეგები დაიდო და ჩვენ უკვე ორი საინვესტიციო წინადადება გვაქვს მომზადებული
ჩათვალეთ ეს არის რაღაც დონეზე უკვე კვლევა დადებული, რითაც დაინტერესებულ პირს შეუძლია საფინანსო ინსტიტუტს მიმართოს და შესაბამისად უკვე დაიწყოს ამ პროექტის განხორციელებაზე, სრულად ეს არის ქარის ენერგიასთან დაკავშირებით და მზის ენერგიასთან დაკავშირებით და ჯამში პოტენციალი 60 მეგავატამდე პოტენციალი შესაძლებლობა არის, მხოლოდ ამ განახლებადი ენერგიის განვითარებიდან გამომდინარე ჩვენს მუნიციპალიტეტში თუ კი დაინტერესებული პირი იქნება და ჩვენ ამ დაინტერესებული პირებისათვის მზა პროექტი გავაკეთეთ. უკვე თითქმის მზა პროექტი, რითაც სულ ახლა ხან ვიყავით წარდგენილი სხვა შორის გახდით მადრიდში, სადაც ჩვენ დიასპორის წარმომადგენლებთან იყო შეხვედრა, მადრიდის საელჩოში, ჩვენ საქართველოს საელჩოში ჩატარდა ეს შეხვედრა, სადაც ჩვენი დიასპორის წარმატებული ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი, ვისაც თავიანთი შესაძლებლობები გააჩნია როგორც ბიზნესის კუთხით, ასევე კონტაქტების კუთხით და მათთან მოვახდინეთ ჩვენ ხონის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილის და საინვესტიციო პოტენციალის შესაძლებლობების გაცნობა, რათა დაინტერესებული პირები უფრო მოვიყვანოთ შესაბამისად ჩვენს საინტერესოა. და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა აღნიშნულ შეხვედრას და დღესაც უკვე გარკვეული მიმოწერები გაგვაჩნია ჩვენ იმ დაინტერესებულ პირებთან, რათა ისინი ზოგი მაგალითად 1 იანვარში აპირებს ჩამოსვლას, ერთი ჯგუფი აპირებს უკვე გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში, რომ ადგილზე გაეცნო და ადგილზე უკვე კონკრეტული ნაბიჯები ანუ აი ამ მიმართულებით კიდევ გეგმავთ სხვადასხვა ქვეყანაში ესეთი გაცნობიტი ხასიათის ვინაიდან დავინახეთ, რომ ამის შესაძლებლობა ჩვენს იქ მყოფ წარმატებულ ადამიანებს და დიასპორის წარმატებულ წარმომადგენლებს უკვე გააჩნიათ პოტენციალი, გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ ფინანსური ინსტიტუტებიდან თვითონ წამოიღონ თანხები და უკვე გარკვეული ინვესტიციები განახორციელონ ჩვენს მუნიციპალიტეტში. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი, რათა აი ესეთი ანუ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გააქტიურებით ჩვენ შესაბამისად შემდეგ მინიმუმამდე დავიყვანოთ დასაქმების სფერო და რა თქმა უნდა პირველ რიგში ხელი შეუშალოთ გადინებას. ჩვენი ახალგაზრდების გადინებას. შესაბამისად, აი ეს არ არის ის, რომ თითოეულ პროექტს დაახლოებით რიგ შემთხვევებში წელიწად ნახევარი მაინც ჭირდება, თუმცა ეს უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე განხორციელებული ერთ პროექტს ირიბა ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდება. შესაძლოა მე დღეს შემიძლია გითხრათ, რომ უკვე 4 დიდ პროექტს განხორციელებულ პროექტს შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში და ერთი ახალი კიდე სრულად ახალი მიმართულება, რომელიც ჩვენთან ხორციელდება საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, დაახლოებით 170 გექტარ ტერიტორიაზე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეკორატიული ხეების და დეკორატიული ბუჩქების საენერგო მეურნეობა განხორციელდება, რომლის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ალბათ წელიწად ნახევარში ალბათ გარკვეული ეტაპი დასრულდება და ჩვენს მუნიციპალიტეტში სრულად ახალი ეწყობა თუ რაიმე სრულად ახალი ეწყობა ესეთი მასშტაბის საენერგო ტრადიცია დღესაც ეხლა თუ სადმე ქალაქის ტერიტორიაზე თუნდაც თბილისში ძირითადად აი ესეთი ეს სახელმწიფოს ჩართულობა თუ კერძოა კერძო სექტორისა ესეც რა თქმა უნდა გამოიწვევს იმას რომ საკმაოდ ბევრი გუბის ტერიტორია სოფელ გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება აღნიშნული პროექტი და იქაც უკვე პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა რა თქმა უნდა გაიზრდება დაახლოებით 75-80 ადამიანამდე და გარკვეული პერიოდების განმავლობაში დაახლოებით 800-900 კაცი მაინც დაჭირდება აი გარკვეული საშემოდგომო და საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებისას, რომელიც პერიოდულად რა თქმა უნდა ამ პერიოდებში გარკვეულ შემოსავალს მიიღებს. ამიტომ ეს ერთ-ერთი სრულად ახალი მიმართულებაა კიდე. ამიტომ ჩვენც ვცდილობთ, რომ იმ ტრადიციული მიმართულებების გარდა, რაც მუნიციპალიტეტს ადრეულ ისტორიულად ჰქონდა განვითარების, ჩვენ ახალი მიმართულებების გაჩენის შესაძლებლობები გავაჩინოთ, რათა მუნიციპალიტეტი არ ჩამორჩეს იმ ახალ გამოწვევებს და ფეხი აუწყოს იმ ახალ გამოწვევებს და იმ ახალ გამოწვევებს, ალბათ სწორი სიტყვა ეს ბიზნესის კუთხით, რომ ჩვენ არ ჩამოვჭრეთ ამ მიმართულებას. კი ბატონო. ბატონო, ძალიან იმედისმომცემიანი ამბავი იყო, როცა ვილაპარაკეთ გამოწვევებზე და გადაწყვეტის გზებზე. აქვე ვისაუბროთ ტურიზმზეც, იმიტომ რომ
ტურიზმი ახლა მსოფლიოში არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამბავი და მით უმეტეს ხონი ამ კუთხით საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ის ორი ბუნებრივი ძეგლი, რომელიც ხონში არის, მსოფლიო ტურისტულ გაზეთს კი არის მოცემული. მით უმეტეს მე მარტვილის კანიონი აგლომერაციულად გიკავშირდებათ მაინც თქვენ, იმიტომ რომ იმ მარტვილის კანიონში თბილისიდან აეროპორტებიდან წამოსულმა ადამიანმა ყველა ვარიანტი უნდა გამოიაროს ხონში. ეს თავისთავად თქვენი ტურისტიც არის, ისევე როგორც სვანეთში წამსვლელი იქნება თუ ბათუმში წამსვლელი იქნება თუ თბილისში წამსვლელი, ქუთაისის აეროპორტში მოსვლის ჩვენი ტურისტიც არის. კიდევ როგორ შეიძლება მეტი ადამიანი ტურისტი მეტხანს დავაკავოთ ხონში, ვიდრე მხოლოდ კანიონზე, იგივე ჩვენ გვაქვს არაერთი მუზეუმი აქ, არაერთი დიდი ქართველი დაიბადა ხონში. აი რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით და რამდენად უწყობთ ხელს თქვენ? იგივე 300 მის ტურისტ გულისხმობ რესტორნებსაც, სასტუმრო არ არის მაგალითად ხონში. თქვათ პირდაპირ რომ ხონის ცენტრში მე იმას აგულისხმობ ახლა რაღაც პატარ-პატარა სასტუმროებს გესწრაფ. აი მაღალი კლასის სასტუმროს აუცილებლობა არსებობს, შეიძლება არც არსებობს და გამუქებულად ლაპარაკობ. თუ არსებობს ამის აუცილებლობა, თუ შეიძლება გაჩნდეს მოთხოვნა და ამ ხრივ თუ შეიძლება დააინტერესოთ ვინმე ინვესტორი. ცხადია, მას სახელმწიფო ვერ ააშენებს ახლა სასტუმროს ქალაქის ცენტრში, მაგრამ ამისთვის თქვენ თუ გაქვთ მზა საინვესტიციო წინადადება ბიზნესისთვის. კი, ნახეთ, გლობალურად რო შევხედოთ ამ იმას, აი ამ პრობლემას, ხო, ტურიზმის და ტურიზმის გადაწყდა. მე მაინც ჩემს აზრზე ვჩები, მარტო ტურიზმის შემოსავალზე დაფუძნებული მუნიციპალიტეტი. არის თავისთავად, მაგრამ ყოველთვის ამას თუმცა ეს არის ერთ-ერთი მსხვილი არტერია შემოსავლისა, როგორც კერძო სექტორისათვის, ესეო რა თქმა უნდა, ამ სფეროში დასაქმებულიდან გამომდინარე, შემდეგ გადასახადებიდან მიღებული მუნიციპალიტეტისათვის. ნახეთ კანიონების ის ორი კანიონი, რომელიც ჩვენთან არსებობს, დღეს შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ ეს კანიონი რაღაცა საკმაოდ დიდმა ნაწილმა ნახა. დღეს ჩვენ უკვე დაცულ ტერიტორიებთან მუშაობთ იმ იმაზე, უკვე დღეს კი არა, უკვე ხანია მუშაობთ ამ იმაზე და გზის განხორციელება იქ რომ ნორმალური საავტომობილო გზა ჩასული, რომელიც არ იყო, არ არსებობდა. ამის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, გიზები ამას უნდა პროტესტებდნენ. ამის ერთ-ერთი შემადგენელი იყო, რათა ჩვენ უკვე მომდევნო ნაბიჯები გადაგვედგა უკვე განახლებისთვის. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით ალბათ ერთ წელიწადში თუ ორ წელიწადში ესეც ვადით აქვს უკვე ინვესტორს განსაზღვრული, საკუთარ ახალი სიახლეები უნდა განხორციელდეს ოკაცის კანიონზე, რომელიც გაცილებით ახალ სიცოცხლეში რაღაც ატრაქცია დაემატოს, რაღაც პარაპლანი იყოს, რაღაც იყოს. დაკიდებული ხიდი იქნება 250-270 მეტრამდე დაკიდებული ხიდი, აი დაშპაშზე რო არის დაახლოებით ესეთი, ასევე დაახლოებით კილომეტრის სიგრძის თელ კანიონზე ზიპლაინი განხორციელდება, ასევე დათვის ტბა თქვენ გეცოდინებათ ახლა ესე, დათვის ტბაზე ჩასასვლელი ცოტა ისეთი ექსტრემალური ჩასასვლელი გაკეთდება, თუმცა ექსტრემალებისთვისაც იქნება. შესაბამისად, ეს უკვე განახლებული ინფრასტრუქტურა. იქ არ დაგვაქვს ლომინას ტბა, ასხის მთა, სერიოზული ისა. ახეთ აი მაშინვე მოხდა თუნდაც იმ პროტესტის ფონზე, როდესაც გზას აპროტესტებდნენ. რა თქმა უნდა, მე მესმის იქაური მძღოლების და იმ დაინტერესებული პირების, თუმცა ჩვენ მათთან ერთად უნდა შეგვექმნა ის პირობები. ხო, იმიტომ ვერ გადავაყოლებთ ახლა ეს განვითარებული, თუმცა ამათი უფლებების და ამათი შემოსავლის წყარო არ ვარ დაგვეკარგა. შესაბამისად, იქვე ჩამოყალიბდა ის, რომ მოდით მე ცენტრალურად ახალი ლოკაციები გავხსნათ მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ შეგეძლებათ, თქვენ გადაადგილოთ ტურისტი, თქვენ გარკვეული შემოსავალი მიიღოთ და ჩვენ კიდევ რაღაც პერიოდი საათობრივად გავუგზავნოთ ყოფნა მუნიციპალიტეტში. ანუ მე ჩემი ამოცანა, ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ მინიმუმ 1-2 დღე მაინც შევაკავო ტურისტი მუნიციპალიტეტში, რათა მისი ამ 2 დღის განმავლობაში დახარჯული თანხა ისევ და ისევ ჩვენს მოქალაქეებში რო შევიდეს სხვადასხვა სერვისებიდან. ხო, არა ძალიან ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ რეალურია, შეიძლება მის გაკეთება. 2 წლის თავზე, როცა ჩვენ იმ პრობლემის მოგვარება დავიწყეთ, ჩვენ პარალელურად დავიწყეთ ასხის მთის გზის რეაბილიტაციაზე ზრუნვა და ფიქრი. შესაბამისად, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით ასხის მთის გზასთან დაკავშირებული სამუშაოების დაახლოებით 70% უკვე შესრულებულია და იცით თქვენ, რომ სექტემბრის თვეში ჩვენ ერისიონს ვთხოვეთ და ერისიონმა გვაჩუქა ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ერისონის მრავალჟამიერი
ჩვეულებრივ მსუბუქი მანქანებით დასული მოსახლეობას მიეცა საშუალება რომ იქ აი ამ ბუნების სილამაზის დამკვარი იყო და ეს საოცარი ჰანგები ქართული ელისიონის მოესმინათ მაგრამ ეს პრომოუშენი ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოპულარობა გახდეს ახალი არტერია გავხსენეთ ტურისტული ახალი არტერია გავხსენეთ რომ ასხის თმთა არ ხვამზე ნაკლები არა არ დგომისაზე ნაკლები არა მაგრამ არ არის პოპულარული აი ამის პოპულარიზაციას უკვე გამოიწვევს ის ინფრასტრუქტურა სადაც შევიდა კი ბატონო ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ასევე იყო რაც თქვენ ახსენეთ თუ ტურიზმის ინდუსტრია და ადგილობრივი და ანუ ყველა დონის თავრობები არ ჩაერთო, ისე ტურიზმი ვერ გამიტარდება. გამორიცხულია მხოლოდ კერძოები. ეს ხო, თუკი სახელმწიფომ თავისი ინტერვენცია არ განახორციელა ინფრასტრუქტურული კუთხით, თავარი ეს ხედვა იყოს და სწორი ხედვა იყოს, სწორი არგუმენტაცია იყოს, რომ კი მისცემს ეს საშუალებას რაღაც ტიმ, ეს მისცემს ასხის და ნამდვილად აუცილებლად მისცემს. ისეთი არტერია ტურიზმებისა, თან ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ უკვე აი გორდი კინჩხა და ასეთაზე წამოსული ტურისტი უკვე უნდა დარჩეს ყველა ვარიანტი ერთი დღე უნდა დარჩეს აქ უკვე სასტუმრო საოცრად ჩდება აი გლობალურად როცა აი მას შევხედოთ უკვე ნახეთ უკვე აქაც ჩდება იმის შესაძლებლობა რომ აქაც განხორციელდეს გარკვეული სასტუმრო ინფრასტრუქტურა და პლუს რა თქმა უნდა სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარება უამრავი რამეა მიმული მაგასთან ამიტომ ამ კუთხითაც ყველა ვართ მიმული მაგასთან ვიღაც ტაქსის ძღოლიც ტრანსფერიც, რესტორანიც, სასტუმროც, ჯაჭვურათაა, უკვე სუვენირების გამყიდველიც, ავიც ყველა მიმული ამას. ჯაჭვურათაა გადაბული შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორი ხედვა, სწორი ნაბიჯები ცვლა გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს გარკვეულ შედეგებს, თორე ესე მყისიერად მე შეიძლება ასფალტი დავაგო და ხვალ ნახავთ, რომ დაგებულია. მაგრამ ის რომ ჩვენ სადღაც გვინდა მისვლა, აი მიზანთა სწორი ნაბიჯები ჭირდება და გარკვეულ პერიოდს მოითხოვს ეს და თუმცა უკვე ჩვენ წარმატებული მაგალითებიდან გამომდინარე შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ჩვენ შეიძლება დღეს ეს არ აქვს, თუმცა ხვალ ეს იქნება და ეს ხვალ არ არის ძალიან შორს. მე იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ ჩვენ რამოდენიმე დაინტერესებული პიროვნება არსებობს, რომლებსაც სურს აი ჰოსპიტალიტი სექტორს, რასაც ვეძახის, სტუმართმოყვარეობის სექტორის გაცილებით მაღალ დონეზე განხორციელება და რა თქმა უნდა, მასთან მიმული უკვე სასტუმრო ბიზნესის განვითარება, რომელსაც ვფიქრობთ, რომ უკვე ალბათ 2 წელიწადში ესე ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც უკვე ხელშესახებია, შემიძლია თქვა, თუმცა თარიღებს და პროექტს ვერ დავასახელებ, ახლა ეს თვითონ კერძო სექტორის დასასახელებელი იქნება, თუმცა გარკვეულ მოლოდინი არის, რომ 2 წელიწადში ჩვენ სულ სხვა ინფრასტრუქტურა გვექნება და სულ სხვა ის იქნება, რა მოთხოვნა იქნება აღნიშნული სექტორის სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით. ბატონო, ძალიან საინტერესო გამოვიდა თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ მე როგორც პირველ რიგში არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტი, როგორც მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მახარებს ეს ყველაფერი რასაწყობი და სულაც არ მინდა ახლა მომეჩვენოს, რომ ქალაქის მერი რა ხანყვება, აუცილებლად უნდა დავეთანხმო ამ ყველაფერს. არა, ასე არ ვხედავ ჯიში, იმიტომ რომ ვიცნობ ხონს კარგად, ვიცნობ ამ პრობლემებსაც, ამ გამოწვევებსაც და ამ გაკეთებულ საქმეებსაც და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გადაგიხადოთ ასევე დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენთან მოხვედით და ამ ხელად რო დაგვითმეთ, მოგაცდინეთ საქმეებს და წარმატებებს გისურვებთ და ვფიქრობ, მაგრამ აუცილებელიც იყო, იმიტომ რომ სათემო რადიო ხონის ხმა, მათ შორის უნდა ისმოდეს ხელისუფლების ხმაც, რომ უფრო ახლოს გაიგოს იმ მოსახლეობამ, რომელთემსაც არიალსაც წარმოადგენს ჩვენი რადიო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მე თქვენ მოწვევისათვის და კიდევ ერთხელ გამომეორდები, როგორც თავში თქვი, რომ მე ნამდვილად არ ვთვლი ხა ამ დროს რაღაც დაკარგულდროთ ეს საკმაოდ კარგი ბერკეტია მოსახლეობასთან ურთიერთობის, მოსახლეობის ინფორმირებულობის და მე მზად ვარ კიდევ რაღაც პერიოდულად თუ ეს კი ბატონო, ჩვენ ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და ხშირად ანგარიშის სახით ხშირად მოგიწევთ სიახლეების მიწოდებასაც რა თქმა უნდა ჩვენ რამოდენიმე ახალი სიახლე გვაქვს ახლა ქალაქის ტერიტორიაზე, ახალი ლოკაციების შექმნა გვინდა, ისევე როგორც ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა ქალაქის მასშტაბით. სულ რაღაც ალბათ იანვარ-თებერვლის თვეში ალბათ დავაანონსებთ უკვე საკრებულოს წინა ტერიტორიის სულად ახალი სივრცის მოწყობას გეგმავ და რომლის პრეზენტირებასაც აი
ძალიან ველოდები, რათა ვახარო ჩემ მოსაქმეებს, იმიტომ რომ ისე პატარა ბავშვით მიხარია, როდის დავიწყებ ამ მაგარია. ახორციელებას. კიდევ რამოდენიმე ესეთ ლოკაციას ვფიქრობთ, რომ შევძინოთ მუნიციპალიტეტს, რათა უფრო გალამაზდეს, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენ მომავალი თაობისათვის და დიდი მადლობა და ჩვენს მსვენელებს, ჩვენ მაყურებლებს შევახსენებთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ლადო ჯურხაძე. წარმატებები.